მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ხალხის პირისპირ და დღეს ჩვენ სტუმრად ყავს ძალიან ძლიერი, ძალიან კარგი და ძალიან კეთილი კინორეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე. მოგესალმებით ნიკოლოზ. მადლობა და სიყვარული კონსტანტინე და მადლობ მოწვევისთვის. დამსიამოვნებს რომ გაგიცანი, ესე ფიზიკურად შევხვდით და ძალიან კარგი ადამიანი ხარ და კარგი საქმეები და გისურვებ ბევრი საინტერესო სტუმარი და კარგი გადაცემა გქონდეს. ძალიან დიდი მადლობა ნიკოლოზ. პირველი გადაცემის დაწყებამდე მინდა გკითხო და ვისაუბროთ დავითის სცენაზე, რომელიც არის შენს ერთ-ერთ ფილმში და მინდა რომ ასე ვთქვათ ღიად ისაუბრო ამ თემაზე. თუ რა არის, როგორ არის და რა არის დავით აღმაშენებლის სცენას გულისხმობ? კი ნიკოლოზ. ეს არის ჩვენი ფილმი „აზიარეს სიყვარული“, რომელიც არის დროში მოგზაურობაზე და არის ერთ-ერთი გმირი არის დავით აღმაშენებელი ახალგაზრდა მეფე, რომელიც მონას პასთვის, რომელიც დავით მეფემ შექმნა, მისი პირადი ჯარი იყო 5000 მეომრის შემადგენლობით, როგორ იწყებს ამ მონასტრის მეომრების შერჩევას და ძალიან საინტერესო სცენაა და აი მაყურებელი ესეთი მოვლენების განვითარების მსვლელობაში ჩართული იქნება და ბევრი ისეთი გაუგეგმავი რაღაც ხდება ამ სცენაში. საინტერესო ორთაბრძოლები გადავიღეთ. Action Production Georgia არის დავით ხუბუა. კი, დათო ხუბუა და ვიჭებს დიდი მადლიერება. თითქმის 2 თვეზე მეტი ჩვენ გამდით ამ ორთაბრძოლებს, 8 ორთაბრძოლა დაიდგა შუბით, ფარხმალით, ორი ხმალით, ნაჯახებით, ხმლებით ცალკე და ჭიდაობა ასევე დანები ძალიან ყველა შევეცადეთ რომ მაქსიმალურად ყველა იარაღი გამოგვეყენებინა რაც იმ ეპოქაში შეიძლებოდა ყოფილიყო დავამზადეთ ეს იარაღები ნამდვილი იარაღების დავამზადეთ და ხის იარაღებიც რომ გადაღებისთვის მნიშვნელოვანია ახლა მართლა ნამდვილი იარაღებით ვერ მოხდება იმიტომ რომ დააზიანებენ მეომრები მებრძოლები ერთმანეთს და ჩართულები იყვნენ ძალიან კარგი მსახიობ კასკადიორები გიორგი გილიგაშვილი არის მთავარ როლში და დავამზადეთ დავით აღმაშენებლის სამოსი გელათის ფრესკიდან გადმოვიღეთ სოფო იოსებიძე არის ფილმის მხატვარი დავითის მეომრის თავარი მეომრის ასე ვთქვათ ტყავის და ჯაჭვის სამოსი შევქმნით აკაკი მაკაცარია გააკეთა ამისი დიზაინი მე მეიკაპონიუმ და თვითონ გიორგიმ და მეც დავხვეწეთ როგორი შეიძლება საბოლოოდ ყოფილიყო და ძალიან ლამაზი აბჯარი გამოვიდა თავარი მეომრის ვინც მორთაბრძოლებშია და გიორგი ჭყონდიდელის სამოსი შევქმნით დანარჩენის ქირაობა მოგვიწია რა ძალიან მწირია აქ ფაქტიურად ისტორიული ჟანრის ამ სცენარო გადაიღო ნოლი ბაზა რა სულ არის რა ან ძველი ფილმებიდან დარჩენილი კოსტუმები რომელიც ქალბატონ გულიკოს უნდა უმადლოდეთ ქართულ კინოსტუდიაში და ქართულ ფილმში არის და ასევე მათაც მადლიერება ხარდაჭერისთვის და არის დათო ასარიძე თუ ისნობ დათოს ქართული იარაღის მუზეუმი არის სიონის რვაში ქარვასლაში და დათოს აქ რამდენიმე აბჯარი და ასევე სამოსი ძველი მეომრების და ჩემი ძმა და მეგობარი ბაქარ ნათანაძე რომელიც ჯაჭვებს ამზადებს და ამ სპეციალისტი ამასაც ჩვენ ნიკოლოზი ასევე ძალიან კარგი ვერჩი დაგვიგდნენ მაქსიმალურად რა ვისაც როგორ შეეძლო და ესე შევაკოციცეთ რა ნახე დიდი ფილმი ჩემი ოცნება დიდგორის სცენა დიდგორის ბრძოლაზე გადავიღოთ და ეს თითოეული ჩვენი ფილმი და გადაღება და ეს ფაქტიურად ჩვენი ვარჯიში გამოდის რა მზადება, იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ როგორ გადავიღოთ ხო ხა თავისით არ მოგვივა ეს ცოდნა და განათლება. ძალიან დიდი ყველაზე რთულია ისტორიული ფილმის გადაღება და მით უმეტეს სადაც ორთაბრძოლებია ჩართული მასობრივი ბრძოლაც რა. სისხლის ეფექტები გინდა blood effects რა. ყველა ამ სისხლის გარდა თვითონ მოძრაობები, ამ მოძრაობების გადაღება სხვადასხვა რაკურსიდან გადაღება ამერ ძალიან რთული ანუ ამას უნდა გამოცდილება ცოდნა და ყოველდღიური ვარჯიში ხდები რის საშუალებას ეს არის ყველაზე ძვირი ბიუჯეტურად და ძალიან ძვირია და ჩვენ ამ წირი ბიუჯეტით ნელ-ნელა ეს ბიუჯეტიც რა პირად ჩვენი ხარჯი სახსრებია და ამისთვის მადლობა უბრალოდ არსებობს დათო ხუბუა და მისი კასკადიორთა ჯგუფი რა
უფრო შეხვედრას გვიწყობენ და შეუძლიათ რომ დადგან საუკეთესო ექშენებები. კი, არის და ასევე არის ჯორჯიანის თანთ აკადემია კიდე. ჩვენი მეგობრები, რომლებიც ასევე იქიდან რამდენიმე ადამიანი იყო ჩართული და აი ეს ერთობლივად კეთდება რა, ერთად დგომით, ძალისხმევით და მაგრამ ეს არის აი ფაქტიურად ენთუზიაზმის დონეზეა ჯერჯერობით და მინდა რომ ეს სცენა რა იმიტომ ჩავსვით ამ ფილმში რომ ვანახოთ ჩვენ საზოგადოებასაც, დიდ სტუდიებსაც რომ ანუ ჩვენ თუ ასე შეგვიძლია გაკეთება და ეს ეპოქის გაცოცხლება რა თქმა უნდა შეცდომებიც ბევრი გვაქვს იმიტომ რომ შეცდომებზე ვსწავლობთ მე რა თუ არ გავაკადავიღეთ შეცდომები არ დავუშვით ისე ვერ გამვითარდებით ამიტომ მნიშვნელოვანია რომ შევქმნათ რა მინიმალური შესაძლებლობებით რომ თუ გვექნება ჩვენ შემდეგ მაქსიმალური შესაძლებლობა ის უკვე ბევრად მასშტაბური გამოვა და მადლობა ამ კითხვისთვის და ჩემი მიმართულებაც ესა ისტორიულ-ბიოგრაფიული ჟანრია რომელიც ძალიან მიყვარს და ჩემი სადიპლომოც დიდგორი იყო დიდგორი თავგანწირულ რაინთა სამშობლო ლოს-ანჯელესის კინოსკოლისთვის და იქიდან დავიწყე ეს ყველაფერი და ესე მივყვებით ნელ-ნელა ამ იდეას რომ დაახლოებით 2-3 წელიწადში ვიქნებით მზად რომ დავიწყოთ მზადება უკვე დიდი დიდგორისთვის. ლოკაციები თუ გაქვს შერჩეული ნიკო? ანუ რომ დიდი ფილმისთვის კი. ესე ჯერ არა მაქვს, მაგრამ როცა უკვე მაგის საჭიროება იქნება, გვექნება ერთ-ერთი მთავარი მინდა რომ დიდგორის ბრძოლა დიდგორის ველზე გადავიღოთ რა და ეგეც მაგარი ისტორიული ფაქტი იქნება, რომ იმ ისტორიულ ზუსტად არავინ არ იცის დღეს ახლა სად მოხდა კონკრეტულად ეს ბრძოლა, ვარაუდები არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტი რომ დიდგორის ველზე დიდგორის ბრძოლას იღებ ძალიან კარგად ჟღერს რა და მაგარი რამე იქნება რა და იმედი მაქვს ღვთისშეწევნით მივვალთ მაგ დრომდეს. ნიკოლოზ, პირველი კითხვით მინდა გადმოვიდე შენთან. შენი ფილმების თემები ძალიან განსხვავებულია. რომელ ფილმშია ყველაზე მეტად თქვენი პირადი ისტორია ჩადებული? განსხვავებული როგორ, ანუ ჩემი ჟანრი არის ისტორიულ-ბიოგრაფიული ჟანრი და აი სადაც ანუ რომანტიკული მიმართულება ასევე და ჩემი ისტორიები როგორ არის შენ შეიძლება რა ბიოგრაფიულ ფილმს იღებდე, მაგრამ ახლა სრული ინფორმაცია არ გაქვს ამ თუ იმ პერსონაჟზე და იქ ნებისმიერ სცენარისტი ან იკვლევს გარკვეულ ისტორიებს, ან შეიძლება მიმსგავსებული თემა მისი ცხოვრებიდანაც იყოს რა. და მაგდროს შენ იყენებ შენი პირადი გამოცდილები და პირადი ცხოვრებიდან თუ ეს ემთხვევა ერთმანეთს ჟანრობრივადაც და თემატურად შეიძლება რომ მაქვს მე ჩემი პირადი ისტორიები გამოყენებული ჩვენ ფილმებში რა, რომელიც იმ გმირზე არის მორგებული შემდეგ. აი ხა გააზიარეს სიყვარულისთვის ჩემი ძალიან ბევრი ისტორია არის რა. რომელიც შეიძლება მქონდა ან რომელიც შეიძლება ვისურვებ, იმიტომ რომ მე თვითონ ეს დროში მოგზაურობა ძალიან მიყვარს რა, ანუ ფიქრებით სხვადასხვა ეპოქაში შეიძლება იყო და ეხა ამ გააზიარეს სიყვარულშიც ფაქტურად ჩემი მნიშვნელოვანი საყვარელი გმირები, ისტორიული პერსონაჟები გავაცოცხლეთ. ხო, დავით აღმაშენებელი, ფიროსმანი, გალაქტიონი, კლოდ მონე, რუსთველი, დავით სარაჯიშვილი, აი ჩემს სულ მინდოდა რომ დავით სარაჯიშვილზე გეგმავ მე მასე რომ დიდი სრულმეტრაჟიანი ფილმი გადავიღოთ და აქ გავაკეთეთ მისი ანტერძი და მისი საფლავის სცენა და ძალიან მაგარი გამოვიდა რა და დანარჩენი მე უკვე თვითონ იმ წყვილი რომელიც დროში მოგზაურობს, რომელს თავრლებში არიან გიორგი ლიგაშვილი და ლიზა ბერიშვილი, აი გააზიარეს სიყვარულის მთავარი გმირები, ან მათი ბევრი ისტორია მე გადამხდენია თავს ასე ვთქვათ. დავით სარაჯიშვილის სცენები რაც გადაიღე რაც ახსენე ახლა მგონებ შავ-თეთრ ეფექტებშია გადაღებული, იმიტომ რომ უფრო ასე ვთქვათ თავისი ეფექტია. შავ-თეთრი გვა გალაქტიონის რა. გალაქტიონის მოგონებები. დავით სარაჯიშვილში არ არის გოგი თურქიაშვილმა შეასრულა არაჩვეულებრივად და გია დარჩიაშვილმა და ოცო დარჩიაშვილმა ითამაშეს ადამ ფორაქიშვილი და ნიკა ტარსაიძის როლები და ნიკა ტარსაიძეს მოყოლილია ეს ისტორიები რა საფლავით გადასაფლავება რა მისი და სოფიკო ჩხიტუნიძე და მეკატერინე ფორაქიშვილი გააცოცხლა არაჩვეულებრივად და ძალიან მიხარია რომ ეს შევძელით დავითის სცენები და დავითი ამ ფილმში რუსთველის მიჯნურობის თვისებებზე ხდება აგება და აქ სიუხვე და სიმდაბლეა რა, რომელიც მას სრულად ჰქონდა გათვითცნობიერებული და
დავით არაშვილი არის უდიდესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში. ნიკოლოზ, რა არის ის უხილავი შტრიხი, რასაც მხოლოდ თქვენ ამატებთ და მაყურებელი ვერც ხვდება, რომ ეს ნიკოლოზ ხომასურიძის ხელწერაა? მართალ გითხრა, ამაზე არ მიფიქრე ხო მე რასაც ვაკეთებ, ალბათ მარტო მე ყველა რეჟისორი რა თავის ფილმს ვაკეთებს, მთელი გულით და სულით აკეთებს, რამე ისტორიას როცა საირჩევ, იქ გინდა რომ ის მამა ყველანაირად საუკეთესო გამოვიდეს. ახლა როგორი გამოვა მე მაყურებელი აფასებს საბოლოო ჯამში, მაგრამ ანუ მუშაობის და შემოქმედების პროცესში ხარ ამას ქმნი, შენ ვცდილობ რაც შეიძლება საუკეთესო ფილმი გააკეთო, ხო ყველა ასე ცდილობს და მეც მათ შორის. როგორი გამოვა მე საბოლოო ჯამში შეიძლება ისეთ შედეგი არ იყოს, როგორც შენ ჩაფიქრებული კონდეს და რას მე ჩემი გულიდებს რა თითოეულში მე უდიდეს ფიქრს, აზრს, სულს და გულს ვდებ, რადგან მინდა რომ ჩემი სათქმელი გავუზიარო მაყურებელს და იმ საზოგადოებას, ქართველი იქნება თუ უცხოელი, ვისთანაც მივა ეს ჩვენი სათქმელი და ის ისტორიები გავაცოცხლო, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია და ისეთ გმირებს ვაცოცხლებ, ჩვენ ვიწყავთ თავარი გმირები მე შერჩეული, რომ მე იმათ უდიდეს პატივს ვცემ და ჩემი ვცდილობ მათი მაგალითები გავიაზრო ასევე ჩემს ცხოვრებაში და ვინც თავისი კვალი დატოვა ჩვენი სამშობლოს, ყველაზე დიადი სამშობლოს ისტორიაში და შესაბამისად მათი გმირების გაცოცხლებისას ჩემი მიდგომა არის ძალიან დიდი სიყვარულით და პატივისცემით. ამიტომ ეს დევს რა, ჩემი გული დევს და ალბათ ჩემ ფილმს რო შეხედავ მიხვდება რა. ახლა მე მაყურებელი ხო აფასებს, სხვა ექვთიმე არის ჩემი წინა ფილმი, იმის წინ დავიწყებული ხო და გააზიარეს სიყვარულშიც იგრძნობა რა, ხელწერა ალბათ იგრძნობა. ესე ვერ ვიტყვი რა კონკრეტულად რა გამოარჩევს რა. თავისუფლება გამოარჩევს, ანუ თავისუფალი ნების სულები არიან ყველანი მე ვისაც ვირჩევ იმ გმირებთან, რომ მათთან ჩემი სულიერი კონტაქტი მაქვს რა, რომ თავისუფალი ნება არის ჩემთვის ყველაფერი და ასეთი გმირებიც გაცოცხლება არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ მაგალითები იყვნენ შემდეგ ჩემთვისაც და ჩვენი საზოგადოებისთვისაც. როგორი გადაღების სტილი აქვს ნიკოლოზ ხომასურიძეს? 7 მე ძალიან მიყვარს 7 სტილი, დაგეგმილი გვაქვს, ვიცით რას ვიღებთ, თან მეთქმა ვამონტაჟებ რა და ზუსტად ვიცი რა უნდა გადავიღოთ და შესაბამისად ზუსტად ვიცი რა უნდა გადავიღოთ, ძალიან საქმიანი, შეუჩერებელი, ანუ მთელი დღის მანძილზე ვინც ყოფილა ჩვენთან გადაღებაზე, ყველას უნდა შემდეგ ისევ დაბრუნება და ყველას ერთმანეთი უყვარს და ჩვენ ასე ვთქვათ დაგვექვა ექვთიმეს ლაშქარი რა და ანუ მე ხო ვფიქრობ, რომ ჩვენ ვართ ერთი ლაშქარი, ერთი ოჯახი, მთელი გადამღები ჯგუფი და ყველა ერთმანეთის გვერდით ვართ. უდიდესი მადლიერება თითოეულ ჩვენ მოლაშქრეს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ უდიდესი სიყვარული და პატივისცემა გვაერთიანებს და ის ისტორიები, რასაც ჩვენ ვაცოცხლებთ, ის მარტო იქ არ რჩება რა, იმის იქით, მაგრამ ბევრი ამბავი მოყვება ხოლმე, როგორ გავაცოცხლეთ რა და მაგალითად, როცა რუსთველს აცოცხლებ ჩემი ხედვით ან დავით აღმაშენებელს, გალაქტიონს, ექვთიმე თაყაიშვილს, ილია ჭავჭავაძეს, დავით სარაჯიშვილს, ხო რაღაც სასწაული განცდა რა ამ გაცოცხლებულ ჩემთვის საამაყო ადამიანებს რო ხედავ და შესაბამისად ყველას აინტერესებს რა, იქ რა ხდება, ვინ რა დიალოგს ამბობს, რა საუბარი, რა თემაზეა და მე მიყვარს ესეთი რა, მშვიდად დაგეგმილად მუშაობა და მაქსიმალურად კარგად გრძნობთ მსახიობებთან თავს რა, ეს ხშირად თავარი ანუ ტექსტუალურ როლებში მე მირჩენია მსახიობები იყვნენ და პროფესიით მსახიობებთან იყოს მუშაობა, მაგრამ ასევე უყავს მოყვარული მსახიობებიც, რომელსაც უნდათ რომ გახდნენ შემდეგ მსახიობები, ან შეიძლება უბრალოდ მისი ოცნება ახდეს და ის დარჩეს ის ისტორიაში მისი როლით და მაგრამ პროფესიონალ მსახიობებთან მუშაობას უპირატესობას ვანიჭებ რა. აი შენს ფილმში თუ თამაშია მაგალითად უცხოელ, თუნდაც ამერიკელ ცნობილ რომელიმე მსახიობს. ჩემ ფილმებში ჯერ არ მქონია, მაგრამ შემდეგ პროექტს გეგმავ რომ იყოს ასეთიც, რადგან ძირითადად ქართულენოვანი ფილმები მაქვს მე გადაღებული და შემდეგი ფილმი უკვე
გეგმავ რომ ინგლისურად გავუგო, სადაც ვაპირებ. იმიტომ რომ ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მე ძალიან ბევრ კარგ მსახიობთან და ფილმებში არ მქონია ეს შესაძლებლობა ჯერჯერობით, მაგრამ მქონია რეკლამებზე რა, ანუ რეკლამების რამდენიმე რეკლამა გამოხორციელეთ სხვადასხვა კომპანიების, სადაც ანუ მიკავშირდებიან მე რომ ჩამოვიყვანო უცხოელი ცნობილი მსახიობები. ანუ პირველი ჩამოვიყვანეთ ვინი ჯონსი, გადავიღეთ ბანკის რეკლამა, შემდეგ იყო ჯეისონ ფლემინგი, ასევე ბანკის რეკლამის, მერე დოლფ ლუნდგრენი ჩამოვიყვანეთ. მახსოვს ეგ დღე. ლუდის რეკლამისთვის და აი ბოლოს იყო ვინსენტ პერესი ჩამოვიყვანეთ. ბორჯომის რეკლამისთვის და ასევე ჩემი მეგობრებისთვის ჩამოვიყვანეთ ტაილერ მეინი, რომელიც ტროას გმირია, ტროასში თამაშობს. ბრედ პიტთან. აიაქსის როლს და ასევე რამდენიმე საშინელებათა ფილმების ცნობილი ვარსკვლავია. ფარენჰეიტი 267-თვის ლევონ ბახია იყო რეჟისორი და ანუ ის ინგლისურად იყო და ის მსახიობი ჩამოვიყვანეთ აქ 2011-ში და აი ხა გეგმა შემდეგ პროექტზე უკვე დავიწყებ მსხვილი მსახიობის მოწვევასაც. რაც მნიშვნელოვანია როგორც ჩემი, როგორც კინოშემოქმედის განვითარებისთვისაც და მთელი ინდუსტრიის რა, რომ ანუ უკვე გავცდეთ ჩვენ საქართველოს ფარგლებს და ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს დაგროვილი პირადად მე და ჩვენ შემოქმედებით ჯგუფს და მინდა რომ უკვე ისეთი ფილმები გადავიღოთ, რომელსაც უფრო მეტი დისტრიბუციის არეალი ექნება რა და ხა ინგლისურ ენაზე გადაღებულს ბევრად დიდი სივრცე აქვს ვიდრე მხოლოდ ქართულ ენაზე გადაღებულს რა. ამიტომ ესე გვეგმავ რომ ქართული ისტორიები ოღონდ ინგლისურ ენაზე. ფიქრობ ქართველთა და უცხოელთა ამერიკელთა კოლაბორაცია ძალიან მომგებიანი იქნება და ძალიან სასიამოვნოც. კი, მეც იმედი მაქვს შესაძლებელია ესე რომ, იმიტომ რომ გეგმავ რომ ქართული მსახიობიც იქნებიან და უცხოელებიც რა. ერთი სცენის მონტაჟი. აი მონტაჟი რამდენი ხანი სჭირდება? აი ზოგი ამბობს რომ აი 5 წუთში დავამონტაჟე, 10 წუთში დავამონტაჟე. აი პროფესიონალურად რასაც ქვია. შენ პირადად რა ვიცი რომ ამონტაჟებ თავად. წუთში ვერავინ დაამონტაჟებს. საერთოდ არ გამოვა ეს სცენის დამონტაჟება. მაშინ უნდა იყოს ნაგავი პირდაპირ. არა, ნაგავი შეიძლება არ იყოს, მაგრამ ან ფილმის სცენას გააჩნია ხო რამდენია მე მაგალითად იქ ლუთები უნდა დაადო, ფერები რაღაცა. ფერების დადება მე ხდება ხო, მე ფერების კორექციას არ ვაკეთებ. ჩემი ძვირფასი მეგობარია ვასილი ოთიურიძე, რომელიც ხა ამ გაზერის სიყვარულზე ერთად მუშაობთ ფერებზე. ფილმის დამონტაჟება ყველაზე მთავარი ამბავია ხვდები, შენ შეიძლება ერთი სცენა უფრო მალე დაამონტაჟო, მეორეზე უფრო დიდი ხანი დაგჭირდეს, მე განწყობა მთავარი, ესე არ არის რომ ანუ თუ შენ როგორც ანუ ფაქტიურად წარმოიდგინე ქანდაკებას აკეთებ რა, ჯერს ამ მეთანთან ძერწვა მეხერხება, იმიტომ შევადარე ქანდაკებას. თავიდან ან მასალას იღებ, ნელ-ნელა უკვე ქმნი გამოსახულებას, ასე ვთქვათ, და მონტაჟშიც იგივეა რა, შენ ჯერ შავად ამონტაჟებ, ჯერ მასალას ირჩევ საუკეთესო დუბლებს, რომლებიც გადაიღე, მე ხმა უნდა დუბლები უნდა დაადო კარგად, ანუ მე თავარი გმირების სხვადასხვა დუბლებიდან საუკეთესო ხმით როგორც თქვა, როგორც ითამაშა, რთული პროცესია რა, ანუ ესაა ყველაზე მთავარი მონაკვეთი ფილმის გადაღების თავარი პროცესი, როცა შენ უკვე საბოლოო ვარიანტს ქმნი ნაფიქრიდან, შემდეგ სცენარზე გადაიყარე, შემდეგ გადაიღე, რეპეტიციები გააიღე მსახიობთან, ბოლოს გადაღებულიდან საუკეთესო დუბლებს არჩევ, საუკეთესო ხმას არჩევ ასევე, სადაც კარგად თქვა თავისი ტექსტი მსახიობმა, ბოლოს აერთებ ამ ყველაფერს და ამას ძალიან დიდი ყურადღება უნდა ჩემს მონტაჟი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მაგრამ მე ამ ეს ჩქარა ვამონტაჟებ რა და ხა ნებისმიერ აი 10 წუთიანი სცენა რო ავიღოთ შეიძლება ანუ 2-3 დღე დამჭირდეს დაახლოებით რა. ნუ მიიღო ის ეფექტი რაც გინდა. კი. მე ხა ამ ყველა სცენას რო აწყობ, მე უყურებ ერთხელ, ორჯერ მე ასე ვაჩვენებ ხოლმე სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანებს, ვისმენ მათგან შენიშვნებს, რაღაცას ვითვალისწინებ, რაღაცას არ ვითვალისწინებ და საბოლოო შედეგში, თორე ისინი მაყურებლები არიან, ბოლოს შენ შემაყურებელს უნდა წარუდგინო ეს ფილმი, ამიტომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა
ასაკის და პროფესიის აზროვნებიდან გამომდინარე მაყურებელი როგორ შენიშვნასთან რჩევას მოგცემს და შეიძლება გასათვალისწინებელი იყოს რა, ამიტომ ამას ყოველთვის ვაკეთებ და იგივე გააზიარს ყოველთვის ახლა ჩვენ უკვე დასრულების პროცესში ვართ, სანამ კინოთეატრში გამოვა, მექნება რამდენიმე ჩვენება, სანამ ასე ვთქვათ, საბოლოო ვერსიას გავაკეთებთ რა. შენს მოგიწვე უყურე და შენი შენიშვნებით მიხარ. მადლობა. ნიკოლოზ, საქართველოში კინოში ხშირად ამბობენ, რომ აი ფული არ არის, მაგრამ რეალურად რა უფრო გაკლდებათ, ბიუჯეტი თუ თავისუფლება? ანუ ფული მართლა არ არის კინოში, სამწუხაროდ არა და ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ქართულ კინოს, რომ კარგად განვითარდეს რა და ყველაფერი აქვს ამისთვის, უბრალოდ უნდა ინვესტიციის გაჩენა და მისი სწორად დაგეგმვა და ძალიან მომგებიანი საქმე არის, გარდა იმისა, რომ შემოქმედებითია და ძალიან კარგი რეკლამის გაკეთება შეუძლია ჩვენი სამშობლოსთვის პირდაპირიც და ირიბი მიმართულებითაც და რეალურად ბიუჯეტი ვაკლებთ, თავისუფლება ახლა არის ახლა აქ შენ არ გზღუდავს რაც გინდა გადაიღო. მე ისედაც თავისუფალი ვარ და რა პროექტსაც მინდა იმას ვაკეთებ, თუ შესაძლებლობა მაქვს ამის ახლა მე ჩემი მეგობრების პირადი ხარჯებით ვაკეთებ ყოველთვის პროექტებს, არასდროს არ მიმიღია სახელმწიფოსგან არც ერთი ლარი, ვებულობდი რამდენიმე წელი კინოცენტრის კონკურსებში მონაწილეობას. 2019 წელს ბოლო ჯერ მივიღე მონაწილეობა, მას შემდეგ აღარ მიმიღია. არა, მანამდეც არ მომიგია, ვერ ვიგებნე ამ კონკურსებს. სამწუხაროდ ვერც ერთი მიმართულებით, იმიტომ რომ ეს პატრიოტული თემა, ისტორიული ჟანრი, ისეთი რა, სიტყვით ბევრი, მაგრამ საქმით ძალიან ცოტა ხარდამჭერი ყავს და ეს აწეულ ჭიქაში, ეს ქარის ხალივით სადღეგრძელო დაილევო, მე არავის აღარ ახსოვს რა, სამწუხაროდ ესეთი მიდგომა არის დღეს, მაგრამ გააზიარესი ყოვლის მერე იმედი მაქვს ეს მიდგომა შეიცვლება და ყველას დაინტერესებს ქართულ ისტორიულ ფილმებში ინვესტირება და საქმიანად მიდგომა. ამიტომ ვიტყოდი, რომ ბიუჯეტი გვაკლია, კი. თავისუფლება გვაქვს, ბიუჯეტი გვაკლია. გინდა თქო, რომ საქართველოში კინემატოგრაფიას დაფასება იმდენად არ არის, როგორც უნდა კონდეს. რა თქმა უნდა, არა. ანუ ხალხმა საერთოდ არ იცის, საზოგადოების 99%-მა როგორ ხდება ფილმების გადაღება, ეხლა ეს შეგიძლია აი მე ვცდილობ ჩემ გვერდზე გავაზიარე, ფიქრო, გარკვეული კომენტარი დაიწერება. ანუ არა, ასე ვთქვათ, კინოში გაუთვითცნობიერებელი ადამიანის კომენტარი, რომელსაც ძალიან იოლად გონია ეს ყველაფერი, რომ ახდენადია და შესრულებადი. და შედარება ხდება ქართული ფილმების, ძირითადად ჰოლივუდის ძალიან მასშტაბურ ფილმებთან, რომელთა ბიუჯეტი არის ანუ 50, 100, 200, 300 მილიონი და აქ ადარებენ აი 50, 100, 200,000 ლარადან დოლარად გადაღებულ ფილმებს და არასწორია ეს ძალიან რა, ეს მას შეადარო, მაგალითად ნებისმიერი სხვა ქვეყნის იგივე ბიუჯეტის მქონე ფილმს და ამჯერად ქართული ჩემი იქნება თუ სხვა რეჟისორის ბევრად უფრო გამართული ფილმია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის იგივე ბიუჯეტის ფილმი და ამიტომ გადაცემებიც არ არის ხვდები, არც ტელევიზიით, აი ხა შენი გადაცემა ძალიან კარგია ხა ეს რო ესე იქნება, მაგრამ უმჯობესია უფრო მეტი სივრცე იყოს დათმობილი მასშტაბურად ამ სოციალურ ქსელებშიც, პოდკასტები, მე გეგმავ ხა ერთ პოდკასტის გაკეთებას. აი ხა გეგმაში გვაქვს რომ ვისაუბროთ კინოზე, იმიტომ რომ კინოზე თუ არ ვისაუბრეთ, საზოგადოება ვერ იქნება ინფორმირებული როგორ ხდება კინოს შექმნა, რა ურთულეს პროცესია და ნებისმიერი დღეს კინოს შემოქმედი საქართველოში ის მოღვაწეობს, ჩემთვის ძალიან გმირია რომ ისინი აი უდიდესი გაჭირვებით ახერხებენ რომ კინო არ მოკვდეს. თორე რეალურად მაგ მიმართულებით არის ეს. ძირითადად არის უცხოური ფილმების გადაღება, რომლებიც ჩამოდიან და საქართველოს ტერიტორიას იყენებენ, რომ მათი პროექტები განხორციელდეს და ეგა არა. ქართული ფილმი ძალიან სულ დღეშია დღესდღეობით. აი, სანამ გადაცემის ჩაწერას დავიწყებდით, ახლა ჩვენ ვისაუბრეთ ძველ ქართულ ფილმებზეც და მინდა აღნიშნო შენი ლაპარაკისავრიდან გამომდინარე, რომ ან თუნდაც ჯარისკაცის მამა, თუნდაც ნატურის ხე და მსგავსი ფილმები იყო მართლაც საოცრება მინდა ვთქვა და თუნდაც ელდარ შენგლაიას უფრო ქონდა დაფინანსებად
და საშუალება ისეთ ფილმის გადაღებების, ვიდრე მაგალითად ან ბაბუან ან ჩვენ იმ დროს სხვა სისტემა იყო, იქ კინო თვითონ საბჭოთა კავშირის დროს ძალიან დაფასებული იყო და კინო წარმოებლები, რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი, პროდიუსერი, სიღო ნებისმიერი ოპერატორები უმაღლესი დონის ფილმებს იღებდნენ, ხო, ახლა იგივე იმ ფილმებიდან შემორჩენილი კოსტუმები და რეკვიზიტებია დღეს თუ გინდა რაიმე ეპოქა გააცოცხლო მინიმალურად, რომელიც ფაქტურად დაძველდა რა, ძალიან და ახალი ხო არის შესაქმნელი და ახლისთვის ახლა ბიუჯეტი არ არის ჯერ და ამიტომ სასურველია რომ სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს რა ამისკენ მიმართული რომ კინო გახდეს პრესტიჟი როგორც მეღვინეობა არის დღეს პრესტიჟული გახდა მშენებლობა არის ძალიან კარგი მიმართულებით და ბევრი რაღაც შენხვა მევენახება მეღვინეობა მამულები რო იქნება შატო ესა და ესა ძალიან კარგია ეს რომ მაგრამ ამაზად ვითარდება და კინოს ამ მიმართულებებზე ბევრად დიდი განვითარების პერსპექტივაა კიდევ და ეს რო არ გამოყენება რო ხდება ჩემი დანაშაულია ძალიან დიდი ტურიზმი ვითარდება ხდები და კინო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ტურიზმის განვითარებისთვის და სახელი ქვეყნის სახელის გასატანად რა. მეოთხე კითხვა ასეთი არის რომ შენ რომ დღეს დამწყები რეჟისორი იყო. კინოში შესაძლოა საქართველოსთვის საქართველოში რას გააკეთებდი დაიწყებდი TikTok-ზე დაიწყებდი თუ მაინც კლასიკური კინოსტუდიაში, აბა მითხრა. TikTok-ი საერთოდ არ მაქვს მე და შესაბამისად ეს არ მოვლენებია ხუთი რაღაცაში შემოდის, რაღაც გადის შეიძლება ესეც იყოს მე, მაგრამ კინო არის კინოს კინოში უნდა უყურო, მე ესე ვთვლი და როგორც არის კლასიკურად, მე არც ისეთი დიდად ვიზუალურ ეფექტებსაც არ ვიყენებ ფილმებში, რადგან მინდა რომ ის სინამდვილე შევქმნათ გავაცოცხლოთ როგორც ის სავარაუდოდ ასეთი იქნებოდა იმ დროს და ბევრად უფრო მაგარია ხო ვიდრე რომ მწვანე ეკრანზე დააყენო ორი მსახიობი და უკან რაღაცა ფონი შეუქმნა და ესენი დადიოდნენ ის მათი თამაში, მათი განწყობა, გინდა ჩემი განწყობაც რო უყურებ სად მწვანე ფონს, სად ნამდვილად რო უყურებ, სადაც ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ანუ მე ამას ვანიჭებ უპირატესობას რა, ანუ ცოცხალ ურთიერთობებს და კლასიკურ ნამდვილ კინოს რა, კინო მე მომეწონა რაც ნანახი მაქვს. საიდანაც დაიწყო ჩემი ანუ კინოს მიმართ სიყვარული არის ჯადოსნური სამყაროა და შენ როდესაც რეჟისორი ხარ და შეგიძლია ეს ჯადოსნური სამყარო უკვე თავად შექმნა, ამას დიდი ბედნიერება არ არსებობს რა, ვიდრე რაღაც ვიდეოები გადაიღო, რომელიც ადამიანის რა თავისუფალი არჩევანი არის, როგორ უნდა ისე გააკეთებს რა. მე არ ვირჩევ მაგ მიმართულებას. TikTok-ი არ არის ჩემი საქმე. ანუ გამონდეს რომ შენ და TikTok-ი ვერ მეგობრობთ. არც ვიცდია რა, ანუ მე მაქვს ამ Instagram-ი, Facebook-ი და ეხლა მართალი გითხრა ერთი სული მაქვს როდის გამოვალ ამ სივრციდანაც რა. ეხლა როდის კომენტში ვარ არ დამხლელი უბრალოდ მეტი ყურადღება გეფანტება რა მაგ მიმართულებით და ეხლა ერთი სული მაქვს რომ აი ავაწყო მე ჩემი ანუ საქმიანი ინდუსტრიული მიმართულება რომელშიც ამთლიანად გადავეშობით და აი ამ ძალიან მაგარი ისტორიებს გავაცოცხლებთ რა და მაგ მიმართულებით გვექნება და მის საქმე ვისაც შეიძლება რა ის სოციალური მედიის მიმართულებით ჩართულები იყვნენ ისინი გადაიბარებენ ეხლა მე მიხდება და ამ ბევრი რაღაცის დაპოსტვა დაწერა ამ გვერდებზე ჩვენ პროექტებთან დაკავშირებით რა და რა თქმა უნდა ბევრ დროს გართმევს ეს და მჩვენია მე მთლიანად ანუ ჩემი საყვარელი საქმით ვიყო დაკავებული. ნიკოლოზ, თანამედროვე მაყურებელი ერთულად ჩერდება დიდხანს ეკრანთან. რას თავაზობთ მათ, რომ დარჩნენ თქვენს ფილმში? საინტერესო ისტორია თუ არის კარგად გადმოცემული, დროს არ აქვს მნიშვნელობა და ეს ბევრმა ფილმმა დაადასტურა. 2 საათზე ნაკლებში მაგარით ან თუმცა ჟანრული ისტორიის ჩატევა დღეს ანუ რთულია რა, ანუ ისტორია ან ფილმი ხო ცოცხალი ორგანიზმია, თავისი განვითარების სტადიები აქვს რა, როგორ უნდა დაწყება, განვითარება, მერე კონფლიქტი უნდა მოხდეს, მერე დასრულება და ამას დრო უჭირდება რა, ეს როგორც ცხოვრება ვითარდება, ფილმსაც თავისი ცხოვრება აქვს რა, ის 2 საათი და
2 საათი და რაღაც კინოში რო იყო, ჩემთვის პრობლემა არ არის. მაყურებელს თუ მართლა აინტერესებს ესა თუ ის ისტორია, 2 საათიც გაჩერდება 3 საათიც რა. და შინდლერის სია, ტიტანიკი, ნათლია, როცა არ უნდა ჩართო თავიდან ბოლომდე თავისუფლად უყურებ, იმიტომ რომ კარგად მიდის ისტორიები. ზეციური სამეფო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია, მამაცი გული, ხო, ესენი ყველა 3 საათზე მეტი ფილმებია თითქმის რა. ან 3 საათამდე და ამას უყურებ, იმიტომ რომ გაინტერესებს როგორ ვითარდება ეს ისტორიები რა. ხა 6 მეხუთის კაცი ჩემია, 2 საათი და 15 წუთია და დარბაზში რო ვიყავი და ამდენი ჩვენება, ასობით ჩვენება იყო საქართველოში საზღვარგარეთაც, ყველა თავიდან ბოლომდე ზის და უყურებს და ყოველ წუთში ვიცი ვინ რა ემოციას განიცდის და იგივე გააზიარეს ყოველ ჩემ უბრალოდ ისტორია უნდა შექმნა კინო როგორ არის იცი გულისცემასავითაა რა ეხლა ჩვენ რო ვსწავლობდით ესე აგვიხსნეს და თუ შენ მაგას გაითვალისწინებ და მიაღწევ ძალიან მაგარი იქნება როგორც დიაგრამაა რა გულის ხო ადის ჩადის მაყურებელი თუ შენ აი ესე ყავს რა დაჭდა სკამზე და უყურებს კინოეკრანს და ის უცებ ავარდება მისი გული მე ჩამოვა ის არ მოდუნდება რა არ დაეძინება კინოში ტელეფონში ნაკლებად ჩაიხედავს ხო დღეს ახლა ისეთი სამყაროა რომ ყველას თავისი საქმეა გადარბენაზე არის და 2 საათი ან მეტი რო დაგითმოს მადლიერება უნდა გათან ბილეთს ყიდულობს და ამიტომ ის რომ მოდის იმან საინტერესოობა უნდა ნახოს ხო რაღაც სწრაფი გადასვლები ზოგი დროულად ზოგი ჩქარა ზოგი ნელა და ანუ პროცესია რა ამიტომ კარგი ფილმი ძალიან დასაფასებელია და ეს ამავე დროს არ არის ხა 2 საათი რო ადამიანი კინოთეატრში იყოს პრობლემა არ არის არავის არ აქვს თუ კარგი ფილმია ყველა უყურებს როგორ გონია რომელ ფილმზე იყოს ქართველი მაყურებელი აი ეს არის ნამდვილი ქართული ბლოკბასტერი ბლოკბასტერში გააჩნია რა სკულისკმობს შენ თუნდაც ტრანსფორმერები ან უცხოური ფილმი თუნდაც რა მე თვითონ მე მაგალითად ახლა ბოლო დროს რაც ან აგვისტოს 5 დღე თუნდაც რენი ჰარლინის ფილმი ხო აგვისტოს 5 დღე ნამდვილად არ არის ბლოკბასტერი მიუხედავად იმისა რომ ცდილობა ალბათ იყო რომ მე არ ვიყავი მაგ დროს მაგ ფილმის გადაღების დროს იქ სწავლობ ლოს-ანჯელესის კინოსკოლაში ცდილობა იყო ძალიან კარგი ალბათ რომ ეს გაკეთებულიყო მაგრამ ფაქტ სამწუხაროდ ვერ შედგა ვერ მოხდა ამ ფილმის ისე წარმოჩენა განვითარება და ის სცენარი იყო რა თვითონ ალბათ უფრო დასახვეწი და სუსტი და თორ გადაღება სტილი თვითონ იდეა ძალიან კარგია რომ ესეთი პროექტები მეტი უნდა ხორციელდებოდეს ჩვენთან უბრალოდ ის გახდა როგორც პოლიტიკური ფილმი და პოლიტიკურ ფილმს არავინ არც ერთი სოფლის არც ერთი კინოსტუდია არ მიიღებს დისტრიბუციაში და სამომისად მხოლოდ საქართველოში გავიდა ეს ფილმი და 1-2 ფესტივალზე იყო უბრალოდ ნაჩვენები ანუ ეგეთი მიდგომაა დღეს ამ სოფლიო კინოინდუსტრიაში პოლიტიკურ ფილმებს არიღებენ დისტრიბუციაში რა ანუ ან ეგეთი გადაწყვეტილება ასე ვთქვათ და ძალიან სწორიც არის ამ დაკვეთით გადაღებულ ფილმებს ეთყობა რა როგორი ფილმია ხა ის რომ ქართულ რეჟისორს გადაეღო იქ უფრო ნაკლებად იქნებოდა ეს რა და შეკვეთილი დაკვეთილი ფილმი არ მიიღება დისტრიბუციაში ეს როგორც ამ ფილმს ეხება ისე ძალიან ბევრი ესეთი ფილმი არის რომელიც მოხსნეს და ბანი დაადეს რეჟისორებსაც და ძალიან ცნობილ კინოშემოქმედებს და ბლოკბასტერ მე მაგალითად რაც ბოლო დროს ვნახე ელვისი მომეწონა რამდენჯერმე ვნახე კინოში და ძალიან მაგარი ფილმი აი პაზლ ჰერმანის ელვისი მე თვითონ მაგრამ ვაფასებ ელვის პრესლის და ის შემოქმედებას და სიმღერებს და ძალიან მაგარი ფილმია ჩემთვის ელვისი აი შემოვნებით გადავიღებდი მსგავს ფილმს ქართველან უცხოელ შემსრულებელზე ალბათ თუნდაც ჰარისონ ფორდის მონაწილეობით პრეზიდენტის უფრინავი სადაც ჩვენი ლევან ჩანიშვილი არაჩვეულებრივ ძალიან მაგარი ფილმია ბევრი ამ ბლოკბასტერი ისეთია რა ბევრი კარგი ფილმი იქნება და მე მაგრად მომწონს ჰოლივუდის სტილი რა ჩემი საყვარელი რეჟისორები არიან სტივენ სპილბერგი, რიდლი სკოტი, კოპოლა, სკორსეზე, ბრაიან დე პალმა, ტარანტინო, დეივიდ ფინჩერი 7 დეივიდ ფინჩერი ხო ბევრი ხო ახლა ძალიან ბევრი ფილმები აქვს მელ გიბსონი ძალიან მაგარია
ბოლო-ბოლო სხვა თუ არაფერი ქრისტეს ნებანი. კი, ქრისტეს ნებანი და მისი ბოლო ფილმი ჰექსოს გმირი არის, აი სასწაული რა. ბოლოს წინა თან მაგარი გადაღებული. კომპოზიტორებიდან რომელი მოხდეს? ენიო მორიკონე თუ უილიამსი ჯონ? ენიო მორიკონე თითქოს ამ გესაუბრება ანუ ნოტებით რა. ბავშვობიდან ხვდები ხო ბავშვობიდან ხო უილიამსი ძალიან მაგარია, მაგრამ ანუ ენიო მორიკონე თან სხვადასხვა ჟანრში სასწაული აქვს რა. ანუ მე ვისურვებდი რომ მაგალითად ენიო მორიკონე როცა ჩემი ფილმის კომპოზიტორად ენიო მორიკონეს ვისურვებდი. ჯონ უილიამსი, შინდლერის ის. კი არა, ძალიან მაგარია ჯონ უილიამსი, მაგრამ ხო, ანუ ენიო მორიკონე მირჩევი. ის მისი ბგერა და აი ჟღერადობა ძალიან გულში შემოდის და ანუ ყველა ფილმში რა, რომელიც არ უნდა ნახო. სასწაული ემოციის გარეშე არ გახდება. ხო, არა, სასწაული განცდები აქვს მის ფილმებს რა. ნიკოლოზ, თუ ხელისუფლება გთხოვთ პროპაგანდისტული ფილმის გადაღებას ქვეყნის სასარგებლოდ, მაგრამ აღნიშნული თქვენს ხედავს ეწინააღმდეგება. რათა ხდებოდით? მე ჩემი თითოეული ნაბიჯი და ფიქრი და აზრი და საქმე მხოლოდ ქვეყნის სასარგებლოდ ვაკეთებ ყველაფერს. სხვანაირად მე არაფერს არ ვაკეთებ რა. ეგაა ჩემი მიზანი რომ ნებისმიერ ჩემი საქმე რაც გავუკეთებ ჩემი სამშობლოს და ჩემი ერის საკეთილდღეოდ იყოს და პროპაგანდისტულ ფილმს გააჩნია თუ ჯანსაღი ცხოვრების წესია პოლიტიკური ეროვნული ეგ ჩემ ხედვებს არ ეწინააღმდეგება მაგრამ თუ ეხლა პარტიული დაკვეთაა მე არ გამიკეთებია არც ვაკეთებ და არც არც არ გავაკეთებ რა ეხლა უნდა დაგისვა ძალიან ასე ვთქვათ გამხსნელი შეიძლება ან ჩამჭრელი კითხვას დავარქვათ. ყოფილა თუ არა შემთხვევა რომ ფილმის გადაღებისას უკან დაგიხევია? არა რაც გულისხმობ უკან დახევაში. აი მაგალითად გქონია დაფინანსება, მაგრამ რაღაცა ხელი შეგიშალა რომ ფილმის გადაღება ბოლომდე მიგეყვანა. აი ამის კითხვა. არა, ეს ახლა დაფინანსებები მე არც ერთ პროექტზე არ მქონია ფაქტიურად. მე რასაც ვიღებ ახლა ჩემ პროექტებზე და ამიტომ რთულია რა, და რთულია ფილმის კეთება. იყო რამდენიმე პროექტი, რომელიც დავიწყეთ, მაგრამ სამწუხაროდ იმ ეტაპზე ვერ მოხერხდა ფინანსების მოძიება, რაც ჭირდებოდა იმ პროექტს განსახორციელებლად და ანუ შევაჩერეთ რამდენიმე პროექტი მაქვს მე გაჩერებული, რომელიც აუცილებლად უნდა განვახორციელო რა, ჩემი კარიერის მანძილზე ამ ფილმს გადავიღებ აუცილებლად, რომელი როდის გამოვა არ ვიცი ჯერ, ამიტომ მე მივყვები რა ჩემ დინებას და ვფიქრობ რომ ასე იყო ალბათ რა საჭირო ღვთისნებით ასე დაეშვა რომ არ იყო ეთქობა საჭირო იმ დროს ეს მომხდარიყო ან მე რაღაცა დავაკელი ისე არ გამოვიდა ბევრი მიზეზია და სამი ფილმი მაქვს ესეთი რომელიც შევაჩერე რა იმიტომ რომ მე ყველაფერი ჩავდე ეს მთელი სული და გული მაგრამ სამწუხაროდ არ მოხდა რა ბევრი მიზეზები რაღაცა ესე მოხდა რაღაც ისე მოხდა არ გამოვიდა და მაგრამ აქვს რა გეგმაში და როცა იქნება გამოვა აუცილებლად. ერთმა ხელი მოგევა. დიდი მადლიერება. ამიტომ ეს არ არის რაიმე ესეთი გასაკვირი, მე რა ყველას მოსვლე ესეთი რამე და ჩემი მხრიდან ყველას უსურვებ რომ არ გამოეცადოთ ასე ამიტომ რომ ძალიან დიდი იმედგაცრუება გულის ტკივილია და ამის შემდეგ მე ისევ აღდგენა შენი ძალების რაღაც მე ახალი საქმის ახალი ფილმის დაწყება ურთულესია და პირველი ამის გადალახვა. ხო, გადალახვა და ალაგება იქ 1000 ადამიანთან კი ხდება ხო ურთიერთობა და ურთულესია. მაგრამ ეს ამავე დროს ამას რო გაივლე ძალიან ძლიერდები რა. ერთგვარი სკოლაა ასე ვთქვათ. დიდი გამოცდილებაა რომ მეორეჯერ ესეთი შეცდომები აღარ დაუშვა რა, მაგრამ შეცდომებისგან არ ვარ დასწრებული. მაგრამ ეს შეცდომა არ ითვლება ეს ამ ცხოვრებისეული გამოცდილებაა და თავი ღირსეულად გაიარო და გადალახო რა. მაგრამ ხდება ასე. ნიკოლოზ, თუ თქვენ გაქვთ თავისუფლება, რომელ ისტორიულ ფიგურაზე გადაიღებდით ფილმს ისე, რომ ბევრს მოეწონოს და გაღიაროთ? მე ვინცეც მინდა არის რომ ისტორიულ ჩემ ფილმში ეგ მიმართულება ისტორიული გმირები და
აი ხა რასაც ვამზადებთ, არის ილია ჭავჭავაძე უნდა გავაცოცხლოთ აუცილებლად. ექვთიმე ღვთისკაცში არის ილიას ერთი სცენა, მაგრამ ხა ვამზადებ ილია ჭავჭავაძეზე. ვისაც გავაცოცხლებთ ეს სრულმეტრაჟი, დავით აღმაშენებელია დიდგორის ბრძოლა და ფარსმან ქველი მინდა, ასევე ძალიან მაგრად რა. არასოდეს არ გიფიქრია ნიკოლოზ რომ თუნდაც წმინდა ნინოზე ან შუშანიკზე გადაგეღო რა. წმინდა ნინოზე ჩემ მეგობარს აქვს პროექტი, რომელიც დაიწყო იმანაც მე შეჩერდა. ია კერესელიძე ძალიან კარგი ადამიანია, თუ განახორციელად გამიხარდება. მე არ მქონია ეს წმინდა ნინოზე და შუშანიკზე არ მიფიქრია. მე უფრო რა არიცი, ანუ ეს ისტორიულიაც თავისუფლებისთვის ბრძოლაზე მაქვს და 9 აპრილის გმირებზე უკეკმავ კიდე ძალიან მაგარი სცენარი მაქვს ნაწილობრივ გაკეთებული, სადაც ზვია დიდი და მერაბი იქნებიან ასევე ჩართულები და იმ დროის ეროვნული მოძრაობა ძალიან საინტერესო ფიქრობ ესეთი გადაწყვეტილებით მაქვს და ეს კინო უფრო ხელოვნებაა თუ იარაღი როგორ ჩემ ცხოვრებაა რა, არც ხელოვნებად არ მიმაჩნია კინო, არც იარაღად. მე პირადად როგორც ცხოვრებას ისე უყურებ. შემოქმედებაა რა, რომელიც არის მთელი ეს იდეები, ისტორიები მოგდის და ძალიან ანუ გადმოგაქ რა, გამჟღერებელი და გამხმოვანებელი ხარ. ანუ ის ანუ სულიერია რა, ჩემთვის კინო, რომელშიც ბევრი ადამიანის სული ერთიანდება და შემდეგ ამას გაცოცხლებულად უყურებ რა, ამა თუ იმ ეპოქის სულს რა. ნიკოლოზ, რას სთავაზობთ უცხოელს, რომელიც ამბობს? ქართული კინო? მე ეგ არასდროს მინახავს. ნუ ბევრი უცხოელი რომელსაც არ უნახავს და ეხლა მე აი ექვთიმე ღვთისკაცის დროს ვნახე რომ მათი აცრემლებული თვალები, ან გაკვირვებული საინტერესო სახეები და ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა გამოსულა. მე მოხარული ვიყავი რომ ყველამ სწორად გაიგო, ძალიან დიდი ისტორია ნახეს საქართველოს შესახებ და გაიცნეს ექვთიმე და იმ ეპოქის ქართველები და ის მოვლენები. და მაგარი ამ ჩვენი ქვეყნის რა საქართველოს ყველაზე დიდი რეკლამა შეიძლება იყოს ქართული კინო, რომელიც რომელიმე დიდ ისტორიას გააცოცხლებს და იმ ჩვენ გმირულ წარსულს და ეპოქას, როგორც ისტორიულად, ასევე კულტურულად, როგორც მოაზროვნე მიმართულებით ძალიან მაგრად დაანახებს და ეს არის მე ესეთი მაკრო ეს რუსთველი იყო ჩემთვის უდიდესი მოაზროვნე, რომელმაც ამხელა შედევრი, ნააზრევი დაგვიტოვა და რაც უფრო ესეთი კარგად გავიაზრებთ და კარგად მივაწვდით სოფლიო მაყურებელს ამ ვეფხისტყაოსანს, არ არის აუცილებელი რომ ეს სულად გადავიღოთ ვეფხისტყაოსანი, რაღაც გარკვეულ ფილმებში შეიძლება ჩაიდოს, აი გააზიარს სკოლში მე მაგალითად მიჯნურობის თვისებები მაქვს ჩადებული, რომ რუსთველის გააზრება მოხდეს პირველ რიგში ჩვენი საზოგადოებისთვის რა, ჩემეული ხედვით მაქვს რა თქმა უნდა, ყველას თავისი აღქმა აქვს და აი ეგ არის რა, ძალიან დიდი მოღვაწეები ყავს და გვეყოლება თავარი ისტორია მი როგორ შეაფასებს და ყველა ეპოქას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ცხოვრებაში და უნდა დავაფასოთ. ასევე ისტორიულ გმირებს როს გააცოცხლოთ, ეხლა ასევე მაქვს ძალიან მაგარი სცენარიც, როგორც ფილმის, ასევე სტალინისა და ჰიტლერის ცხოვრებების პარალელურად მიმდინარეობს რა, ვინ როგორ ვითარდება და ძალიან მინდა ამ პროექტის განხორციელებაც ასევე. რას აკეთებთ მაშინ, როცა ფილმი ისეთი არ გამოდის, როგორიცაც გეგმავთ? ფილმის გადაღება დაგეგმილი გაქვს უკვე, რომ მე შეიძლება ბოლოს უკვე მონტაჟსაც ნახო, რომ რაღაცა გაკლია და შეიძლება რაღაცა სცენა ან კადრი დაამატო, რაღაც სცენა ამოიღო. ესე ვერ განსაზღვრავ, როდესაც გეგმავ ისეთი უნდა გამოვიდეს რა. ანუ შეიძლება რაღაცა დაწერილი რაც გაქვს ერთი სცენა, ისე ვერ გადაიღო, ვერ გადმოსცე და მოგიწიოს რაღაც ცვლილებების გაკეთება, რაც ხდება ხოლმე, ან თავიდან გადაიღო, მე გადამიღია თავიდან, არ მომწონებია სცენა, ახლიდან გადამიღია რა. ბოლო გვახსოვს ჩარლი ჩაპლინი. აი ვარდისფრის ოდების კადრი რო არის. 300
ჯერ გადაიღო ეგ ერთი ხო, კადრი. ანუ შენ პირველ რიგში მე უნდა მომეწონოს, მე რომ მაყურებელს რო შევთავაზო რამე, მე თუ არ მომეწონა იმას ყოველ შევთავაზო, ანუ კერძს რო აკეთებ, ის კერძი პირველ რიგში, ხო, მზარეული ვინც ამზადებს, ის თუ არ მიირთმევს თავის გაკეთებულ კერძს, მაშინ სხვა, ანუ სტუმარს ხო არ აწეს და უნდა შესთავაზოს. მე თუ არ მომწონს ჩემი ფილმი, მე ბევრი რამე გადამიღია, რომელიც არ მომწონებია და არც გამიზიარებია რა. არც გამომიშვია. ნიკოლოზ, დამეთანხმები ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოგვივიდა დღეს. კი, მშვენივრად ვისაუბრეთ, განვიხილეთ ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულება და დეტალი ქართულ კინოშიც და ადამიანურ ცხოვრებაში და მადლობა შენ ამ საინტერესო კითხვებისთვის. არ ველოდი ხა ესეთ კითხვებს, არავის არ დაუსვია რა, ესეთი ისე ხო გეტყობა რომ შენ ანუ კინოც გიყვარს და ანუ გარკვეული შეხებაც გააქვს კინოსთან რა. ფიქრობ რომ ადამიანი თუ მოინდომს მას ყველაფერი გამოვა. კი, ანუ ახლა თუ შენ რაღაცამ ფიქრში გაგიარა, ეს შესაძლებელია. ბაშია მე შენ როგორ ძალისხმევას დაუთმობ და როგორი განწყობით იქნები რომ ეს განახორციელო, თორე ჩემი სლოგანი არის გაბედე 20 ნება და არასოდეს დანებდე. და ყველაფერი შესაძლებელია. Never back down, ეგ არის რა. არასოდეს დაიხიო, never give up and never back down. არასოდეს დაიხიო უკან და არასოდეს დანებდე. ინგლისურად ესე dare to dream and never give up და ძალიან მნიშვნელოვანია რა. შენ ოცნებებს ადამიანი ჩემს ან ოცნება არის განმშლოვანი რა, რაზეც ოცნებობის მიზანი არის მიღწევა გინდა ის გქმნის მე შენ რა, ანუ შენ რაც გინდა განახორციელო შენ ცხოვრებაში, მე ისეთივე ხდები და ყველა მშვიდობას, სიყვარულს და ბედნიერებას თავიანთი მიზნების და ოცნებების განხორციელებას უსურვებ თავის საქმიანობაში. და ერთი მინდა უთხრა მაყურებელს. გააზიაროთ სიყვარული და აბა გამარჯვებით. გამარჯვებით, პატიოსნებით და სიძლიერით წინ. ამინ. გავაზიაროთ სიყვარული და ვიყოთ ერთმანეთში სიყვარულით და ყველაფერის გამოგვივა და უფალი გვხარავდეს მუდამ. ამინ. მერტი იყო თქვენი მფარველი და შეგხვდებით შემდეგი ეპიზოდით. შემდეგ ეპიზოდში ახალ სტუმართან ერთად და თუ ვინ იქნება ეს სტუმარი, ძალიან მალე გავიგებთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე. ბედნიერად.